შაბაბაშმა თქვა რომ ნაბიჯ გვაგუებენ იმას რომ ევროკავშირშიო თუ შევალთო ვიქნებითო როცა შევალთ ვიქნებით მეორე ხარისხოვანი ქვეყანაო და როგორ ფიქრობთ მის ეს განცხადებები 75-15 მუხლის ხსენება და ასეთ ევროკავშირში ქართულ ხალხს არ აურჩევია ხო არ ნიშნავს რომ ხელისუფლება გვაგუებს ნაბიჯ რომ შეიძლება საბოლოოდ თქვან ვარი მათ ევროკავშირში ამაში ხო ახალი არაფერი არ არის მერაბ ანუ ბიძინა ივანიშვილს იმისთვის რომ გადარჩეს სჭირდება სტრატეგიული ბუნდოვანება პაპუაშვილის მერე თავად მოაყოლე ნიკოლოზ სამხარაძის ამის საპირისპირო განცხადება ხო ანუ ჩვენ იმისთვის რომ გავარკვიოთ ბიძინა ივანიშვილი რა რთულ დღეშია და როგორ ჩიხშია უნდა გავაანალიზოთ მისი ამორჩეველი შედგება სადღაც 15% ან მაქსიმუმ 20% ისეთი ადამიანებისგან რომლებიც ან თავს რაღაცა რუსულ წიაღში ხედავენ კარგად ან სულ ერთია ეს არის ერთი მაგრამ ეს ხალხი მას არ ყოფნის ძალაუფლების შესანარჩუნებლად მას სჭირდება შეინარჩუნოს პროევროპელი სტატუს კო ლოიალისტები სხვადასხვა ფორმით იქნება ეს ომის შიში იქნება ეს რაღაც ვთქვათ ეკონომიკური სიკეთეები რომ მაგალითად სოციალური დახმარება ანუ მილიონი რამე რითიც ოცნებას უჭირავს ხალხი არა იმიტომ რომ მათ ოცნება მოსწონთ არამედ იმიტომ რომ ამ მომენტში მათ ასე სჭირდებათ ხო ეს არის აი ეს ხალხი პროევროპელი ხალხია და მისი შენარჩუნება მიუხედავად იმისა რომ ჩემი აზრით სარი გადაწყვეტილება აქვს მაგრამ რამდენი წელიაო ხალხ პაპუაშვილი ყოველდღე რო ბრიუსელს ურტყავს გასაგებია მაგრამ ესე ურტყავდა როცა აი ხავე გეტყვი ესე ურტყავდა როცა კანდიდატის სტატუსი მიიღო ხო ესე ურტყავდა და კანდიდატის სტატუსი მიიღო არა მაშინაც იმედზე გადაცემა აქვს სპეციალური ევროანატომია ქვია კვირაში ერთხელ სადაც გადაცემა მნიშვნელობაკ ეხა შენ ყოველდღე ურტყავ თუ კვირაში ორჯერ თუ ურტყამ და კამპანია გაქვს ევროკავშირის წინააღმდეგ და ამაში იღებ კანდიდატის სტატუსს ის ადამიანი რომელსაც სტატუს კოსთან შეგუება სჭირდება ეხა ბევრი გარემოებების გამო მიუხედავად იმისა რომ თავი ევროპაში წარმოუდგენია თავს იმშვიდებს რომ კაცო ეს კაცი ევროპისთვის მუჯლუგუნების რტყმაში აგერ თავისას მაინც იღებს ხო აგერ კანდიდატის სტატუსი მიიღო ამაზეა აწყობილი მთელი კამპანია რომ ერთი მხრივ მათ შეინარჩუნონ თავისი ბაზა, რომელიც არის ანტიდასავლური ბაზა, რომელსაც დასავლეთი გონია, რავი, ომის დამქაში და ასე შემდეგ, ანუ ეს საბჭოთა გავლენის ქვეშ მყოფი საქართველოს მოსახლეობის რაღაც ნაწილი, მაგრამ მეორე მხრივ მათ სჭირდებათ, რომ დააბნიონ სტატუს კო ლოიალისტები, სინამდვილეში აკეთონ ყველაფერი ანტიდასავლურად, უბრალოდ მათ შეუქმნან წარმოდგენა, რომ აი ამ ანტიდასავლურ მოქმედებებში ისინი ევროპაში ინტეგრირდებიან. ეს არის ბიძინა ივანიშვილის თამაში და აქამდე ის ასეთ თამაშს იმიტომ ახერხებს რომ ოპონენტები ხელს უწყობენ. არა, ოპონენტები ხელს ბატონო? მე მოჩვენება უბრალოდ რომ შეცვალეს. არა, მე შენ გეჩვენა, აი სწორი სიტყვა თქვი, მე რა, შენ გეჩვენება. იმიტომ რომ ჩვენ როდესაც გამაზე ვიმშელოთ, მე ჩვენებად თქვენ ხედავთ არასოდეს. ეს ტაქტიკა რაც თქვენ მოგქონდათ მანამდე, როცა კანდიდატის სტატუსი მიიღეთ. ახლაც აქვთ და ახლაც ანუ რატო ლაპარაკობს მაშინ სამხარაძე ამას? რატომ ხდება მაშინ მაკაბოჭორიშვილი? ანუ რატომ ხდება მაშინ მაკაბოჭორიშვილი ემათ რა ქვია იმ ახარაშვილთან და იმათთან ერთად ევროკავშირის წარმომადგენლებს რატომ იძახის რომ ისინი მზად არიან ხო ანუ ბიძინა ივანიშვილს როგორც ყველა რუს ოლიგარქს სჭირდება სტრატეგიული ბუნდოვანება იმისთვის რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს აქამდე ის ამას ვერ შეინარჩუნებდა გარკვეულწილად მათ შორის წინააღმდეგობამ შეუწყო ხელი ჩვენ ხო გვახსოვს რომ იყო ეს რაღაცა ისინი რა ქვია რომ ეხლა მას უნდა ვაიძულოთ კანდიდატის სტატუსის მიღება ნუ ეხლა კურებიდან და თვალებიდან სისხლი მომდიოდა თანცრემლები მომდიოდა იმიტომ რომ ხედავდი როგორც ეთამაშება ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოებას ხო ამის შედეგად რაც მოხდა ის სამოქალაქო საზოგადოების ის ორგანიზაციები რომლებიც კანდიდატის სტატუსი უპირობოდ უნდა მოგვცეთ თორე ქართველი ხალხი ზურგში აქცევს ევროინტეგრაციას რო იძახდნენ არც ერთი აღარ არსებობს დღეს საქართველოში არც ერთი აღარ ფუნქციონირებს ანუ რეალურად ბიძინა ივანიშვილი რომ გადარჩეს სჭირდება სტრატეგიული ბუნდოვანება და ერთადერთი ამოცანა რო შეასრულოს კარგად ქართულმა სამოქალაქო საზოგადოებამ და ოპოზიციამ რომ მას სტრატეგიული ბუნდოვანების შესაძლებლობა არ მისცეს ამისთვის უბრალოდ სწორედ უნდა შეაფასოს ბიძინა ივანიშვილის სურვილები მაგალითად აი ახლაც იყო ისტერიკა რომ არ უნდა ამ კაც ამერიკასთან დალაგება აი ხო ხედავთ აი რუბიოსთან ეს რომ მოხდა ხო? თუ დაულაგდებიან და ევროკავშირში თუ მიიღებენ უპირობოდ უარს კი არ იტყვის, მაგრამ ეს ემზადება იმისთვის რომ რადგან არაფერს არ შეასრულებს სასამართლოს ხო არ გააკეთებს დამოუკიდებელ შესაბამისად ევროკავშირში არ მიგვიღებენ და რო არ მიგვიღებენ ემზადება იმისთვის რომ უკვე ისე დისკრედიტირებული იყოს ევროპა
ამორჩეულის თვალში, რომ აქ არავინ პროტესტი არ გამოთქვას ამაზე. ამაზე არის საუბარი. ცხადია, ანუ მას სჭირდება იმისგან კი არ აგინებს, კაი ცხოვრებისგან კი არ აგინებს ევროკავშირს, კი არ უნდა ევროკავშირის გინება. უბრალოდ უწევს ევროკავშირის გინება, რომ ნიადაგი მოამზადოს იმისთვის, რომ სრული გაუცხოება რომ მოხდება, ევროკავშირი იყოს შერაცხული მტრად. ამიტომ აკეთებს ამ ყველაფერს. ანუ იმიტომ კი არა რომ არ სჭირდება, ძალიან სჭირდება, კაცო, პუტინსაც სჭირდება ამერიკასთან დალაგება, მარტო ბიძინა იმოყო, თავისი პირობებით სჭირდება. და ჩვენ არ უნდა მივცეთ ამის შესაძლებლობა, ხო? იმიტომ რომ ეხლა რა ვითარებაში ვარ ჩვენ. მართლა ეხლა იმაში იმერეთში ვიყავი რა, დღიანი კამპანია ქონდა ქუთაისში და ძალიან კმაყოფილი ვარ ჩამოსული. მართლა არაფერი არ აკლია რეჟიმის შეცვლას ძლიერ დემოკრატიული ალტერნატივის გარდა. რეალურად როგორც წინააღმდეგობის კუთხით, ხო? იმიტომ რომ ხალხი წინააღმდეგობაშია. მიუხედავად იმისა, რამდენი გამოდის აქციაზე და რამდენი არა, რომ ელაპარაკები ჯერ მარტო მიმღებლობა არის ისე გაზრდილი. ანუ ყველგან ველაპარაკებოდი, სადაც შესაძლებელია. ერთადერთი რასაც ვაკეთებდი, ახლა კამერებით არ მივდებდი უკანა, ტელევიზიებს არ ვეძახდი, მოდით გამაშუქეთ მე. არც არავინ გამაშუქებდა, ხოცები თუ გამაშუქებდნენ მარტო, მაგრამ მე თვითონაც მაგაზე არ ვიყავი, ანუ მაინტერესებდა სამუშაო ვიზიტით ვიყავი და ანუ რეალურად ხო და ეს მაინტერესებს, სად შეხვდით ხალხს, ანუ რაღაც თქვენს მომხრეებს ხვდებოდით თუ სადღაც ბაზარში დადიოდით? არა, ანუ ბაზარშიც დავდიოდი, ხო, დავდიოდი როგორც ქუთაისში მცხოვრები და არა როგორც პოლიტიკოსი, რომელიც რაღაცა შედის და ლიფლეტებს არიგებს, თუმცა მე ჩვენი აქტივისტები შევიდნენ და დაარიგეს კიდეც ეს ჩვენი ქართველი ხალხი უკეთეს სიმსახურებს, ანუ ამოცანა რა იყო, რომ ჩვენ შეიძლება ბევრ რამეზე ვერ თანხმდებოდეთ, ასე ლიფლეტზეც ესე ეწერა, მაგრამ ერთზე შევთანხმდებით, რომ ჩვენ ანუ ქართველი ხალხი უკეთეს სიმსახურებს, შენ უკეთეს სიმსახურებს, შენი მეზობელი უკეთეს სიმსახურებს, ანუ უკეთესად ყოფნას ვიმსახურებთ და ამაზე შეთანხმება და ამაზე ფიქრი თუ დაიწყო ქართველმა ხალხმა, ხო? ეგ იმას ნიშნავს, რომ ნაბიჯსაც გადადგამს უკეთესი ცხოვრებისკენ, როცა დაინახავს ამ უკეთეს ცხოვრებას. მაგრამ სხვა რამე მინდა ვთქვა, ანუ წინააღმდეგობა ცოცხალია და არსებობს და ის გამოჩნდა 26 მაისსაც, ხო? საერთაშორისო წნეხს რაც შეეხება დასავლეთისგან იზოლაციის პრობლემას ბიძინა ივანიშვილი ვერ გადალახავს კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ შენ ძალიან კარგად აღწერე, რომ ვერ შეასრულებს იმ მოთხოვნებს, რაც გადატვირთვისთვის არის საჭირო. ევროკავშირს რომ დავიდავანებოთ, ამერიკას სჭირდებათ ყველაზე მეტად, იმიტომ რომ ნუ სანქცია ადევს ხაზინის და ძალიან დიდი პრობლემაა, ხო ეს. ტრამპი დემოკრატიას არ მოითხოვდა. ანუ ტრამპი დემოკრატიას კი არა, სტაბილურობას ითხოვს. ანუ ტრამპის ადმინისტრაცია არც მალავს იმას, რომ მათი ამოცანა ეხლა საქართველოს დემოკრატიის მშენებლობა არ არის. მათი ამოცანა არის მათი პროექტების სტაბილურობა. იმისთვის რომ ამ რეჟიმმა შეძლოს სტაბილურობის უზრუნველყოფა, სჭირდება A, B, C, D-ს გაკეთება, იმიტომ რომ რამდენიც არ უნდა იწუწუნოს ყობახიძემ აზერბაიჯანს, რატო არ მოთხოვეს, აზერბაიჯანი სხვა ტიპის ქვეყანაა. ნავთობის სახელმწიფო ალიევს სხვა წესრიგი აქ იქ და იმ წესრიგში სტაბილურობა უზრუნველყოფილი აქვს და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ თავისივე დათვლებით 800,000 კაცი აძლევს ხმას, რომელსაც დღეს პარტიებს უკრძალავს ის საერთოდ და ტროტუარზე დგომისთვის, გამოხატვისთვის ხალხს იმაში ვერ აჩერებს თან წინააღმდეგობას, ხო? სახელმწიფო დეპარტამენტი თბილისში იყო 26 მაისის აქცია რო ნახა. 2 წლიანი რეპრესიების შემდეგ ახლა თუ რამეზე ინფორმირებულები არიან, მაგაზე არიან ინფორმირებულები, ხო, რეპრესიებზე. და ამდენი რეპრესიის შემდეგ რომ ამდენი ხალხი ქუჩაში გარეთ გამოდის, თუ ხედავენ ისინი რომ ამ კაც სტაბილიზაცია სიტუაციის არ შეუძლია. სულ რო იქო მოწოდება გაუკეთესო პარლამენტიმასო ოპოზიციურ პარტიებს რომ პარლამენტში შევიდნენო. კაცო ნორმალურ სიტუაციაში ოპოზიცია რო პარლამენტში უნდა იყოს, მაგ მოწოდებას ვინ არ გააკეთებს, მაგრამ ეს კრიზისი რო ოპოზიციის პარლამენტში არ შესვლით არ შექმნილა. შენც ხო იცი, მეც ხო ვიცი და ეხლა რამენაირად სახელმწიფო დეპარტამენტმაც იცის, ხო? 28 ნოემბრით ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით და შემდეგ ქართველი ხალხის რეაქციით შეიქმნა ეს კრიზისი. და იქამდე კრიზისი შექმნა რუსული ყაიდის კანონებმა. ანუ იმისთვის რომ ამერიკასთან გადატვირთვა მოხდეს, კრიზისი უნდა განიმუხტოს. და ეს კრიზისი განიმუხტება თუ რუსულ კანონებს გააუქმებს, თუ პოლიტიკურ დევნას შეწყვეტს. ხვდებით რას ვამბობ? ანუ აქაც შემოდის და ივანიშვილს იმედი აქვს, რომ ამ კრიზისს იმით განმუხტავს, რომ ნუ ოპოზიცია კიდევ უფრო დასუსტდება, პროტესტი განულდება და მე იტყვის რომ ეს დავამყარე აქ. ჩემი წესრიგი. მაგის იმედი აქვს, ამიტომაც რეპრესიები, ამიტომ არის ესეთი გიჟური, რომ რაღაცნაირი გამყინავი ეფექტი იქონიას პროტესტზე, ხო, მაგრამ და გასაგებია რომ თუ გატეხა ეხა და გაგხოცა ყველანი და სტალინური რეპრესიები ჩაატარა, გასაგებია რომ რაღაც მომენტში გატეხავს, მაგრამ ვერ უნდა აწიოს ეს, ხო, არ უნდა ავაწევინოთ, ამისთვის უნდა ვიყოთ პოლიტიკური ალტერნატივა, რომ ეს არ უნდა ავაწევინოთ. და ჯერჯერობით არც ვაწევინებთ და პოლიტიკურ სპექტრზეც არ არის იმდენად დაკავშირებული. პოლიტიკურ სპექტრზე არის ცვლილება დამოკიდებული, მაგრამ პროტესტი და წინააღმდეგობა პოლიტიკურ სპექტრს არ დაუორგანიზებია. ეს პროტესტი არის სრულიად თვითნაბადი და კი პოლიტიკურმა სპექტრმა იმ პარტიებმა
რომლებმაც პროტესტს უერთგულეთ და არაღიარების პოლიტიკას და წინააღმდეგობის პოლიტიკას გავყევით, მათ მეტინდობის მანდატი გვაქვს. ეხლა 26 მაისის აქციას თუ შეხედავ, ალიანსის დაანონსებული იყო ეს ალიანს რა აერთიანებს? აერთიანებს ის, რომ ბოიკოტშია, ხო? ანუ რეალურად ალიანსში არიან ის პარტიები, რომლებიც არ აღიარებენ ამ რეჟიმს. და ამ გზას გიფასებს, თორე ეხლა მე ხო არ შევუყვარდი უფრო მეტად ან იმას რა ქვია, ნიკა გვარამია, ხო? რეალურად გვეთანხმება იმაში, რასაც ვაკეთებთ და მაგაში მოგყვება. ამ გზით უნდა ვიაროთ, უბრალოდ ამ ყველაფერს ჩვენ უნდა დავამატოთ პოლიტიკური ალტერნატივა, რა პოპულის და ყუპური და ყველის საკითხები. იმიტომ რომ ერთია შენ წინააღმდეგობაში ვინც არის ხალხი, ის დაინტერესო და იმისი გალვანიზაცია გააკეთო, მაგრამ მეორეა რომ აი ეს ხალხი ვინც უკვე გალვანიზებულია, შენ ჩართო იმაზე საუბარში, რაც ამათ გარშემო არსებულ ხალხს ჩართავს უკვე პროცესში. და აქ უკვე პური და ყველი გჭირდება და ამას ეძღვნება ჩვენი ზაფხულის კამპანია და კაი იქნება თუ ალიანსიც ერთობლივად დროზე დავიწყოთ. აი ეგ ალტერნატივა თქვენც ამბობთ, რომ ალტერნატივა არის საჭირო და რამდენად აღიქვამს ხალხი ალიანს ალტერნატივას. ამის პოტენციალი რამდენად არის? დრო სჭირდება ეხლა. გათვალისწინებით იმ დაპირისპირების, რომლებიც არის ალიანსში. ჭკვიანურად შედგენილი დოკუმენტია ალიანს. ანუ რეალურად ეხლა ჩვენ ხო ციდან ჩამოფრენილები არა ვართ ქართულ პოლიტიკაში და როცა ალიანს ვაკეთებდით და მასში უნდა ყოფილიყო ნაციონალური მოძრაობა თავისი მიხეილ სააკაშვილიანა, ვიცოდით რა სირთულეებით შეიძლება მოყოლოდა, იმიტომ რომ 2016 წელს ნაციონალური მოძრაობა რამე ხლას გამო კი არ დაიშალა. ბოკერი ეროვნებოდა თუ ვინა პარტია განვითარდეს, წესებით უნდა იმართებოდეს და არა შენი ახირებებითო. და ამიტომ დაიშალა პარტია, ამიტომ გახდა მიშა მოღალატე, თორე რამე სხვა მიზეზი კი არ იყო. მართლა რაღაცა იქ ბიძინა კი არ იყო ჩარეული ამაში. მიშამ დაშალა თავისი პარტია. როგორც მე მიშამ დაშალა თავისი პარტია, შემდეგ მიშამ დაშალა თავისი პარტია, შემდეგ იმიტომ რომ მდგრადი არ არის ის რაც მიშას უნდა. მიშას ახირებები არის სრულიად დაცილებული რეალობას და მან ბოკერია და ის კი არა რა ქვია, ვერავინ ვერ შეუსრულებს მაგას უბრალოდ, რასაც ის ითხოვს. ესე მისი პარტია ვერ გადარჩება. აქედან გამომდინარე, აქაც ბუნებრივია მოსალოდნელი იყო. უბრალოდ ახლა ხშირად ისეთი გარემოებები იქმნება, რომ ესეთ ახირებულ ხალხსაც, როგორც სააკაშვილია, რაღაცნაირად განძრევის შესაძლებლობა არ ეძლევა, ხო? ანუ იმიტომ რომ უწევს, რომ გაყვეს რაღაცა წესრიგს. ეხლა ამ შემთხვევაში გადაწყვიტა, რომ არ უნდა მოუწიოს ეს ყველაფერი და ჭკვიანურად შედგენილი დოკუმენტია. ანუ გარიცხვის პროცედურაც კი არ არსებობს შიგნით. პირდაპირ წერია, რომ ამ ალიანსში და ამ ერთობაში მონაწილეობის წინაპირობა არის წესების დაცვა და სტრატეგიის გაზიარება. მაგან კოალიცია ბოროტებად გამოაცხადა და ყვირის წესებს თავზე ვერავინ ვერ მომახველსო და ეხლა თვითონ იყენებს თავს ხო ალიანს გარეთ. ეხლა გასაგებია რომ ბევრისთვის ეხლა ალიანსის შიგნით მე არ უყურებ ესე საკითხს. ანუ მე ვთვლი რომ გაცილებით უფრო სწრაფად წავა ალიანსი წინ, ეს კაცი თუ გარეთ დარჩება. მაგრამ ნაციონალიზება თუ არ იქნება ალიანსში ამას. არც არის ეხლა, არც მიუღია ორი თვე არანაირი მონაწილეობა საერთოდ არაფერში არ მიუღია. არაფერში საერთოდ არანაირში. და ერთადერთი რასაც ვითხოვდა ხა 26 მაისის აქციას რო ვატარებდით, იქ სიტყვით გამოსვლა უნდოდათ და ფავლენამ ერთი დღე არიგა ლიფლეტები რომ სიტყვით გამოსვლის უფლება მოეპოვებინა. ისაც ახლა 26 მაისის დამოუკიდებლობის დღეა, წიხლების თქმას ხო არ დაუწყებთ ფავლენას სიტყვით არ გამოხვიდეო, ხო? ანუ მაგას ხო არ ვიტყვით რომ არ არსებობენ საერთოდ არანაირი კონტრიბუცია, არც ფინანსური. გერმანული ანგარიშით ვიყოფთ იქ ყველაფერს რა, ესე ვიღაცა ერთი კაცი არ გვაფინანსებ. ყველა პარტია შევდივართ ჩვენ წილს. არც ანუ არ შემოსულან მაგაში საერთოდ არ არსებობენ ჩათვალე. უბრალოდ ბოლოს აყენებენ ტელევიზიით, ქოცებს აწყობთ, ლელოს აწყობს, ანუ ხაზარაძეს აწყობს, რომ ალიანსი წარუმატებლად გამოჩნდეს და აი ეს ბოლი იქმნება. ეხლა ერთადერთი რაც მე მაწუხებს არის ის, რომ ალიანსმა დროულად დავიწყოთ მოქმედება, ამიტომ ვიყავი გავარდნილი მარტოც, რომ ვაკუუმი არ შემექმნა რა, იმიტომ რომ დაგდევს მე მთელი ეს მედია, საერთოდ სხვა საზრუნავი რო გაქვს, გეკითხება იმან შენზე ეს თქვა, აბა ამან ეს თქვა და ამაში გითხრევენ და საერთოდ სხვაგან არის ხალხი. საერთოდ ანუ აი მიშას მიმართ დამოკიდებულებაც იცი რომ აუ მაგან ხო ტვინი წაიღო იქიდან რა აი ეს დამოკიდებულება რომ აღარ შეუძლია ხალხს ხო ჯობია ბარე მაშინ იყოს მიშა ცალკე და ალიანსი იყოს ცალკე არა ოფიციალურადაც იყოს ასე ოფიციალური არა არანაირი ანუ ჩვენ ალიანსი ისინი არ ტოვებენ ალიანსს იმიტომ რომ არ უნდათ სახელი დაერქვათ რომ აი შენ დაარღვი ერთობა იზოლაციაში ყოფნა არ უნდათ იმიტომ რომ ვერ გადაურჩებათ პარტია ერთი გარეთ სხვა არიან ხალხო დარჩენილი თბილისში მიშას თავისი ამორჩეველი ყავს რანა მეხუთე ადგილზე გავიდა მისი პარტია. მეხუთე ადგილზე გავიდა მისი პარტია. ამიტომ აქ ისტერიკა ახალზე ატეხილი. რომ ხალხს უნდა წარმოუჩინოს, რომ ვითომ ახალიც მისი ხმებია. სინამდვილეში ახალმა თბილისში იმიტომ მოუგო, რომ მიშა არ ყავდა. ელენე იყო, ზურა იყო, გვარამია იყო, რაღაც ძალას ასხივებდნენ, ხო? ანუ ტელევიზია ქონდა მაშინ გვარამიას და ამიტომ ამას აკეთებდა და მიშა არ იყო კიდე შიგნით და თბილისში ხალხი გაიქცა და ვინც გახარიას და ლელოს არ ენდობოდა, მიცა მაგათ ხმა.
აი ეგრე აიყო, მიშა რო არ იყო, ამიტომ გაასწრო ახალმა მიშას თბილისში, ყოველ შემთხვევაში. აი ეს იყო მთავარი მიზეზი. შეიძლება რეგიონებში ფული ყოფილიყო მიზეზი, მაგრამ თბილისში ფული არიგებს არჩევნებს. ხო, გავიგეთ, მაგრამ ეხლა ხო შეცვლილია ვითარება. მართლაც ახალისთვისაც შეცვლილია ვითარება. ანუ ნიშნულობა არა აქვს. ანუ შეგვიძლია შეხედოთ დინამიკას. საიდანაც წამოვიდა კაცი. საიდანაც წამოვიდა. ამ დინამიკას თუ რადიკალურად არ შეცვალა მიდგომა, ვერ შეატრიალებს, ანუ ბუნების კანონზომიერებას ეწინააღმდეგება. შესაბამისად, მისთვის გადარჩენის გზა არის ალიანსში ყოფნა. და წესებზე დამორჩილება და იმის მიღება, რომ ერთ-ერთია და არა ერთადერთი. ხო, მაშინ თუ ეს არის გადარჩენის გზა, მაშინ რატო ეჭვდება? არა, იმიტომ რომ არა რაციონალურია, მაგას ვამბობ, რომ რეალობას დაშორებულია მეთქი მისი ახირებები, ანუ გონზე არ არის რასაკეთებს საერთოდ. არ არის, ანუ რეალობას აცდენილია. იქ მისი მიზანია, რომ მისი რგული გაერთიანდეს ყველა. ეს მისი მიზანია, რამდენი წელია, კაცო, 13 წელია ეს მისი მიზანია. უბრალოდ საერთოდ ადრე თუ კიდე რაღაცა საფუძველი ქონდა იმის გამო, რომ რაღაცა გრავიტაციის წერტილი იყო დღეს მაგ ხრივაც ჩამონგრეულია 20-24 წლის არჩევნებში 4 თანაზომად ნაწილად დაიყო პოლიტიკური ველი, ხო, დაახლოებით, ანუ 4 ბარიერგადალახული პარტია დაგაჩნდა, რომელთა შორისაც დიდი განსხვავებები არ არის, ხო? მიშა სააკაშვილი დედაქალაქში გავიდა მე-5 ადგილზე. ეს იცით რას ნიშნავს? პოლიტიკური ცვლილების და აი ამ, თქვათ, გარდაქმნის პროცესი სულ იწყება დედაქალაქიდან. ეს იმას ნიშნავს, რომ შემდეგ არჩევნებში რეგიონებშიც გალეული იქნება. ეს მაგას ნიშნავს, ანუ ქრება რეალურად და მისთვის ჩვენთვის ახლა როცა ალიანს ვქრით ახლა ხო ზუსტად ახლა მე და ბოკერიას ვინმე გვასწავლის ახლა მიშა იქ რას მოაწყობ და ვიცოდით ხო უბრალოდ ესეც გასავლელი პროცესია, იმიტომ რომ დანარჩენებმაც უნდა დაინახონ. დანარჩენებმაც უნდა დაინახონ, ხო, რომ სინამდვილეში თურმე ჩერგო არ ურევს არაფერს, ზის და მუშაობს. თუ ახლა ნაციონალიზმი არ გავა ალიანსთან და ესე დარჩება, როგორც არის, ეს ვერ მოხდება, გასულია, უბრალოდ ალიანსმა უნდა გამოჩნდეს ეს, რომ ალიანს გავიდეს კამპანია დაიწყოს სადმე მაგალითად, რაც დაგეგმილი გვაქვს ახლა, რაც დავაანონსეთ 26 მაისს. ქართველი ხალხი უკეთეს იმსახურებს. ფედერალისტებმა დავიწყებთ ყველა აქციას უერთდები და უცებ მაინც დაიგეგმა აქცია აქტივისტებმა და ნაციონალ-მოძრაობამ თქვა რომ ჩვენ უერთდებით, თქვენც უერთდებით? ჩვენც გავვალთ აქციაზე, ფედერალისტები არ არსებობს დღე. არა, არანაირ ესეთ მონაწილეობას არ უღებთ ჩვენ, ანუ ამ კამპანიას რო დავასრულებთ, მეერე გვექნება შემაჯამებელი აქცია, სადაც ასევე რაღაცა გვინდა რომ დიდი აქცია იყოს და როგორც 26 მაისს ქართველმა ხალხმა ისევ დაინახოს რომ წინააღმდეგობა ცოცხალი და გაფართოებულია. ეს დავაანონსეთ. შემოდგომაზე ალბათ ხო ვთქვით კიდეც, ანუ მე მგონი ვაშაძემ დაანონსა რომ ეხლა კამპანიას ვიწყებთ და მე კიდე შევხვდებით. ხო, ანუ ბევრს ვეჩვევა რომ ძალიან დიდი ლუფტი იყო. გავიგე, მაგრამ ციკლონური პროტესტი ხო არც პროტესტში ხო მონაწილეობთ ისედაც, ხო, ყოველ დღე გეუბნებით რომ ფედერალისტებს არც ერთი დღე არ გამოუტოვებიათ, ანუ ფედერალისტების ბირჟა არსებობს და თუ შემთხვევით სადმე ქალაქგარეთ ვარ დასრულები, მაშინ სადაც არის პროტესტი, იქ ვამაგრებთ პროტესტის ბირჟას. ეს გასაგებია, აქ საუბარი თქვენ რას აორგანიზებთ? ჩვენ არ ვაორგანიზებთ ამას, ჩვენ ვართ კამპანიაში, ეხლა შემდეგი ის გვაქვს აჭარა შეიძლება სექტემბრისთვის გადავდოთ. ნაციონალ-მოძრაობაზე საუბრობთ და იქ რაღაც შეიძლება რაღაც ცვლილებები იყოს, თანათავმჯდომარე გაჩნდეს ახალი. ნანუკა ჟორჟოლიანის სახით, რას ფიქრობთ? შეცვლის ამ პარტიაში მათთვის. ანუ გაძლიერებისკენ არ შეცვლის. ანუ მაგ პარტიას აქვს ფუნდამენტური პრობლემა მიშა სააკაშვილის სახით. ანუ თუ მიშა სააკაშვილი არ შეცვლის მიდგომას, ანუ იქ სადაც მიშაზე მაღალი ვერ გაიზარდები და წაგაცლიან თავს თუ მიშაზე მაღალი გაიზარდე, ის პარტია როგორ უნდა განვითარდეს, ანუ ის პარტიამ განგრძობითობა როგორ უნდა შეიძინოს, ის ხო რაღაცა თავისივე გუბეში დაშრება, ხო? ანუ ეს გუბე დაშრება და დარჩება შიგნით. შეუძლებელია, ანუ იმ სისტემაში, სადაც რაც მიშას უნდა, ყველაფერი ის უნდა იყვირო, თორე, ანუ ჯერ ერთიც, ანუ მაგ სისტემაში თავმოყარე ადამიანმა, როგორ შეიძლება პროფესიონალმა შეიძლება გაძლოს, სადაც სიმართლეს კი არ ემსახურება, არამედ მიშას ახირებებს ემსახურება. ესეთი რამე ხო წარმოუდგენელია, როგორც ბიზნეს გარშემო ვერ გაძლებს ვერც ერთი თავმოყარე ადამიანი, ისე მიშას გარშემო ვერ გაძლებს, როცა მიშასგან იღებს ბრძანებებს, თორე ხა სანამ ამორჩეველი ყავს პროცესში, ყველა უნდა იყოს, ვისაც ამორჩეველი ყავს, მე ვინმე კითხება, ვინ იქნება და ვინ არა. ხშირად აკეთებენ ხოლმე ამ იმას, რომ აი ალიანსში ერთმანეთს ლანძღავდით და ეხა როგორ ვეგო, მე ხო არ ვწყვეტ იმ ალიანსში, ვისაც ამორჩეველი ყავს, ყველა უნდა იყოს, რა ვიცი, ეხა ეს არის სამსახური ერთგვარი, ხო? ანუ მუშაობთ იმაზე, რომ ცვლილებას მივახციოთ და სამსახურში როგორი ის არის, რას შაბეჭდას ქისეს, ეხა შავბაბაშვილი გამოვიდა და თქვა, რომ შეხედეთო და ჭამენ ერთმანეთს, კიდევ კარგიო, რომ ჰერჩინსკის ის ოცნება არ ახდა, ისინი არ მოვიდა ხელისუფლებაში. ხელისუფლებაში რო იყვნენ და ესე დაეჭამათ ერთმანეთი, რა მოხდებოდა
ხო წარმოგიდგენია თუ და ხალხზე ეს მუშაობს ხო ესენი აქ ჭამენ ერთმანეთს და მთავრობა როგორ ჩავაბაროთ ამას სწორია მე კარგად იყენებენ მაგას ჩვენ წინააღმდეგ და იყენებენ კიდეც ამიტომ შევიმუშავეთ წესები რომ წესები უნდა არსებობდეს რომლის მიხედვითაც მე რომ არ დავჭამოთ ერთმანეთი ხო არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა იმისთვის რომ მშვიდობა გქონდეს ერთმანეთში და იმისთვის რომ ერთმანეთს თავს არ ვესხმოდეთ როგორც აი ალიანსის დანარჩენი წევრები გინახავთ რა ვიცი ზურა ჯაფარიძეს თავს ვესხმოდი იმას თავს ვესხმოდი გვარამიას ყველას თავს ვესხმოდი ხო იმიტომ რომ არ მომწონდა რასაც აკეთებდნენ იმიტომ კი არა ეხლა როცა მომწონს რასაც აკეთებენ და წესიერად იქცევიან თავს არ ვესხმი ხო მეც წესიერად ვიქცევი არ ვექცევი თუდად ზეგონა რომ თქვენ იქნებოდით თავარი დამშლელი ალიანსის ან მე მხოლოდ მე ვითხოვ წესრიგს იმის გამო რომ არსებულ წესრიგს უპირისპირდები ჩვეულებრივი ამბავია ჩემ წინააღმდეგ სრულიად ცილისწამებლური კამპანიები წარმოჩენა ისე თითქოს რაღაცის ამრევი ვარ და არაფერი შრომის ეთიკას ვითხოვ და წესებს მეტს არაფერს უწესოებისგან და უწესოები როცა წინააღმდეგობას მიწევენ მე იქნება ეგეთი შტაბეჭდილება თან მით უმეტეს თუ ეს უწესობა მეინსტრიმშია ხო როცა მეინსტრიმი ახლა ესეა ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება მეთანხმებოდეს მაგრამ მაინც ბრაზობდეს რომ აი ამას რატო აკეთებს რა დროს ესა უბრალოდ მე უფრო ახლოს ვარ პროცესთან ეს საქმე ვიცი და ვიცი რომ ეს თუ არ გავაკეთე და ამოყირავდა ეს პროცესი და დემოკრატიზაცია არ მოხდა პოლიტიკური პროცესის ალტერნატივის მხარეს ისა ვერ გავალთ სამშვიდობოს. ანუ ყველა ვარიანტში ეს გზა გავა ალიანსის, რატო ალიცეთ მშვიდად ალიანსთან დაკავშირებით. გამარჯვების გზა ეს არის. სხვანაირად ანუ წესებზე დაფუძნებული კოოპერაციის გარდა და იქ თანამშრომლობის გარდა, სადაც თანხმდებით. გამარჯვების გზა არ არსებობს. ანუ რომ არსებობდეს რაღაცა ერთი პოლიტიკური ლიდერი, რომელიც მზად არის, ანუ ესეთი რომ წარმოიქმნას კი ბატონო, მაგას დავინახავთ ყველა, ხო, მაგრამ დღეს ხო ეგ არ არსებობს. და სანამ ეგ არ არსებობს, რაც არსებობს, იმათ უნდა ვითანამშრომლოთ და იმისთვის რომ თანამშრომლობაში ერთმანეთი არ დავხოცოთ, გვჭირდება წესები. ხო და მაგას ვამბობთ, რომ წესები შეიმუშავეთ, დააფუძეთ ალიანსი, მაგრამ ამ წესების მიუხედავად მაინც ხოცავთ ერთმანეთს. ანუ არ მუშაობთ ეს არასტორია, ჩვენ კი არ ხოცავთ ერთმანეთს, არავინ არ ხოცავთ ერთმანეთს. მიშა სააკაშვილი ირთმევინება წიხლებს და პასუხს ვცემთ მას უბრალოდ. და როცა წიხლების ცემა დაგვიწყო, ანუ ალიანსს დაუწყო, ხო? იმ მომენტში თავი დაიყენა უკვე გარეთ. ის ალიანსს მიღმა, ალიანსს შიგნით დაპირისპირება ვერ იქნება. ჩვენი შეთანხმების დოკუმენტი გამორიცხავს ალიანსს შიგნით დაპირისპირებას, ანუ გარეთ არის სააკაშვილი. და ეხლა მესმის რომ ძალიან ბევრი ჩვენივე ალიანსის წევრისთვის რთულია ამისი აღიარება, იმიტომ რომ მაინც ახლა რაღაცა უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ნაცმოძრაობას, ვიდრე უნდა მიანიჭონ, ჩემი აზრით, მაგრამ რეალობა არის ესე. ანუ დღეს ალიანსი უნდა გამიხილოთ ნაციონალურ გარეშე და ისე რომ შიგნით არ არის არანაირი დაპირისპირება და გვინდა რომ კამპანია დავიწყოთ ერთობლივი იმისთვის ალიანსი იხილავს თავის თავს. გასაგებია იმას შეიძლება ახლა რა ვიცი მე ხვალ რო დავიწყო ნაპოლეონი ვარ მეთქი ახლა ვინ დამიჯერებს ახლა რადგან მე თავს ნაპოლეონად ვიხილავ ხო? ესე ხო არ არის ახლა მილიონ რამე დიხილავ აღმაში თვით გამოცხადებული აღმაშენებელიც არის ხან უკრაინელია ხან ქართველია ამით ხო ფაქტები არ იცვლება კი ბატონო და ბოლოს მინდა ისევ ევროკავშირის თემას დაუბრუნდეთ რამდენად რეალურად გონიათ რომ ვიზა ლიბერალიზაციას გაგვიჩერონ და უფრო შორს წავიდეს ეს დაპირისპირება ევროკავშირთან და ამის გამო ხო არ არის სამხარაძის რაღაც მორბილებული განცხადება თუ რეჟიმი არ შევცვალეთ არა სამხარაძის მორბილებული განცხადება არის სტრატეგიული ბუნდოვანებისთვის რასაც ბიძინევაშვილი იმ თავიდან აწვევა თუ შეიძლება ეს ჟარგონი გამოვიყენო რაც შეეხება უვიზოს დროის საკითხია უბრალოდ თორე თუ რეჟიმი არ შევცვალეთ უვიზო გარდაულად გაუქმდება. არა, იმიტომ რომ ევროკავშირი ჩვენი მტერია, არა, უბრალოდ იმიტომ რომ რუსებს არ აქვს უვიზო. იმ ქვეყანაში, სადაც ირანის გავლენა, რუსეთის გავლენა, ანუ სადაც, რავი, ჯიჰადით იმუქრებიან, ისინი, რა ქვია, საქართველოს მოქალაქეები და უვიზო მიგოსვლის უფლება აქვთ. ანუ თუ ეგ სიტუაცია არის გარდაულად, ანუ ჩვენ თუ რეჟიმი არ შევცვალეთ, უვიზო გაუქმდება გარდაულად. არა, იმიტომ რომ ქართულ ხალხს ერჩის ევროკავშირი. არა, ევროკავშირის ინტერესებიდან გამომდინარე, რომ რუსეთის და ირანის მოკავშირე პროქსი სახელმწიფოდან ნაკადი არ შესდიოდეს. მისი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე იზავს ამას. ამიტომ მნიშვნელოვანი რეჟიმი შევცვალოთ, ანუ აზრი არ აქვს მაგაზე მსჯელობას. აუცილებლად გაუქმდება უვიზო. შეიძლება წელს არ გაუქმდეს, მაგრამ მომავალ წელს გაუქმდება. თუ რეჟიმს არ უცვლით, უქმდება.